წინდა ძალიან საინტერესო წინდა ძალიან საინტერესო ამბავია. თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო მეტი სულელური და საინტერესო პროდუქტი წარმოიქმნება ხოლმე, რომელთა საჭიროებაც არ ვიცი, პრინციპში სადაოა გვჭირდება თუ არა ამდენი სატარებელი, არ ვიცი რა ქვია, გაჯეტი. ეს არის წინდა, ხო, ხელსაწყო, ეს არის წინდა, რომლის წარმოებაც მოუვიდა თავში აზრად იმ კომპანიას, რომლის სახელსაც კუთხეში ხედავთ და რეკლამად რო არ ჩაგვეთყოლოს არ გავაშხერებთ. ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის, თუმცა კონცეფცია უკვე არის და ვიდეოც მოყვება ამას. მისი საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ SMS-ი, ნახოთ საათი და რამდენიმე ფუნქცია აქვს, მოკლედ შეგიძლიათ ფერების მიხედვით აარჩიოთ, ხოლო შავი არ იქნებაო, წარმოებლები გვპირდებიან და მოკლე ვიდეოც გვაქვს პრინციპში ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვაჩვენოთ. ეხლავე. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ მიმართულების, რასაც სმარტფონებისა და სხვადასხვა სატარებელი ტექნოლოგიების წარმოება. ეს სხვა ვიდეო. ეს მოგზაურ წყვილზეა. Smart წინდის ქვემოთ არის. კი ბატონო. არა. მე დღეს ვერა ვარ კარგი ოპერატორი. მეოთხე და ვიდეო და ეს. ეს არის Smart წინდის ვიდეო. მოკლედ იმასთან დაკავშირებით თუ ფიქრობთ, საინტერესოა მართლა თანამედროვე ადამიანის აზრი იმასთან დაკავშირებით, რამდენად საჭიროა ყველაფრის ესე ტექნოლოგიზირება და SMS-ების მიღება, მოკლედ ტექნოლოგიური შეტყობინებების მიღება წინდაზე. წინდაზე არ ვიცი, მაგრამ იმაში დავრწმუნდი, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებული smartwatch-ი აბსოლუტურად ეს არის არაპრაქტიკული ნივთია და დაახლოებით იგივეა ესეც, ოღონდ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს smartwatch-თან შედარებით. ნაკლები ინფორმაცია შემოდის. თუმცა Wi-Fi-ის მხარდაჭერა აქვს და შეგვიძლია წინდიდან დავიჭიროთ მაგალითად ტელეფონში Wi-Fi. ცოტა ესეთი აბსურდული იდეებია. წელს სხვათა შორის უკვე ჩატარდა Cebit-ი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გამოფენა ჰანოვერში, გერმანიაში. წლევანდელი წელი იყო ეგრეთ წოდებული ნივთების ჭკვიანი ნივთების წელი და შესაბამისად ეს ტექნოლოგია გარკვეულწილად გამოიყრება ბაზარზე და ალბათ სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ ასეთ ჭკვიან ნივთებზე.